სამი გიორგის დაპირისპირება ლიგა 1-ში. დავითაშვილის მორიგი გოლი. ვინ დაარტყამს პარი სენ-ჟერმენში 11 მეტრიანებს. რას ამბობს დე ლაურენტისი კვარაზე. გოგლიჩიძის პრეზენტაცია და უოტფორდის გადაწყვეტილება ჩაკვეტაძის ტრანსფერზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების ანახავად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ლიონის და მეცის დაპირისპირებაში თავიდანვე 3 ქართველი მონაწილეობდა და 3-ვე გიორგი: მიქაუტაძე, ციტაიშვილი და აბუაშვილი. ამ უკანასკნელისთვის კი ეს სადებიუტო შეხვედრა იყო ლიგა 1-ში. შედეგად აბუაშვილი გახდა 32 ქართველი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ითამაშა. აღნიშნული დაპირისპირება კი ლიონმა 3-0 მოიგო. გოლებში მონაწილეობა არც ერთ ქართველს არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი აქტიურობდა. სამწუხაროდ მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მეცის რიგებში მყოფი ორივე ქართველი შეცვალეს, რაც ოდნავ გასაკვირი იყო, რადგან ორივე პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია აბუაშვილის პასების სტატისტიკური მაჩვენებელიც. ის ბურთს 47-ჯერ შეეხო და მისი 27 პასიდან ყველა სუსტი იყო. უქულოდ დარჩენილი მეცი ლიგა 1-ის მესამე ტურში 31 აგვისტოს პარის დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილის პირველ ადგილოსანი ლიონი კი მარსელს უმასპინძლებს. ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა. მესამე ტურში სენტ-ეტიენი ბულონს ესტუმრა და ზურიკოს ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. შეხვედრის ქართველმა გმირმა გუნდი 74 წუთზე დააწინაურა. ამას გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველს კარგი შეხვედრა ჰქონდა. ის ტრადიციულად აქტიური იყო. მისი გოლის წყალობით კი მწვანეები ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან. რა თქმა უნდა, შეხვედრის შემდეგ სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შეაქო. ზურიკო ტოპ ფეხბურთელია. პრესეზონზე ბოლომდე ვერ მოემზადა, მაგრამ კიდევ შეუძლია მეტის გაკეთება. ზურიკო გადამწყვეტი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. გუნდს ბევრ რამეს მატებს, ეს საგოლე მოქმედებებშიც გამოჩნდა. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს შინ გრენობლის წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველს კი, რომელმაც შესაძლოა გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს, 3 შეხვედრაში 2 გოლი აქვს, რაც ძალიან კარგი დასაწყისია. როგორ და სად გაგრძელდება ზურიკოს კარიერა, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა კი ქართველის გარეშე ანჟერს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ კვარამ ეს შეხვედრა გუნდის მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო ერთი მომენტი, როდესაც დემბელემ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. ამ ფაქტის გამო კი ლუის ენრიკეს 11 მეტრიანების შემსრულებლებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისგაცემა მოუხდა. გუნდში ბოსი მე ვარ, ნუ ნერვიულობთ. მე ვარ ის, ვინც 11 მეტრიანების დამტყმელს გამოავლენს. ბოლოს მაინც მე ვსყვიდავ. ბევრი შემსრულებელი გვყავს, მაგრამ არჩევანს მე ვაკეთებ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გასული სეზონიდან მოგებული 5 ტიტული სწრაფად დავივიწყოთ. ეს წარსულია და მომავალზე ფიქრია საჭირო. კიდევ უნდა მოვიგოთ ტიტულები. ვფიქრობ, ამ გუნდს პოტენციალი კიდევ აქვს. მე ამბიციური ვარ, მოტივირებული და ვცდილობ ეს ყველაფერი გუნდს გადავცე. ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან კარგად ვართ. მოედნის ხარისხი ხელს უშლიდა, რომ უფრო ცხადად და ეფექტურად შეგვედია. არ ვარ შეშფოთებული. ეს გამარჯვება დამსახურებული იყო. პირველი 20 წუთი რთული იყო, მაგრამ დანარჩენი დროის განმავლობაში მთლიანად ვაკონტროლებდით შეხვედრას. სეზონი განსხვავებულად დაიწყო, თუმცა მე ბედნიერი და თავდაჯერებული ვარ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გულშემატკივარს ჯანლუიჯი დონარუმა დაემშვიდობა. იტალიელის გარეშე დარჩენილი პარი სენ-ჟერმენი კი 6 ქულით ლიგა 1-ის ერთ-ერთი ლიდერია. პარი სენ-ჟერმენი შემდეგ შეხვედრას ტულუზას წინააღმდეგ გამართავს და იმედია, რომ ხვიჩა ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რაც მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრა. ლაურენტისის თქმით, აგენტი მამუკა ჯუღელიმას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტით დაემუქრა. კვარაცხელიას გაყიდვა მომიწია, იმიტომ რომ მისი აგენტი მე-17 მუხლის ამოქმედებით მემუქრებოდა, რაც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ნიშნავს. პირველი სეზონის შემდეგ ჩვენ ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შევთავაზეთ. ვინაიდან ვიცოდით, რომ მისი დაბალი ხელფასი არაერთ კლუბს მოიზიდავდა და ისინი კვარაცხელიას ოქროს კოშკებს დაპირდებოდნენ. თუმცა მის აგენტ მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. მას სხვა კლუბისგან მაღალი საკომისიოს მიღება სურდა. კვარას კი სულ მცირე 10 მილიონი ევრო ხელფასი ექნებოდა. მეორე სეზონის შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა. მე დუსელდორფში გავფრინდი, რათა მოლაპარაკებები გაგვემართა, მაგრამ
მამუკა კვლავ ჯუნტოლის მიერ შეპირებული ფულის გადახდას ითხოვდა. ეს კი სიცრუე იყო, რაც მარტივად შევამოწმეთ. ხვიჩა მაშინვე უნდა გამეყიდა. პარი სენ-ჟერმენი მასსა და ვიქტორ ოსიმენში 200 მილიონზე მეტს მთავაზობდა. თუმცა ანტონიო კონტეს დაუპირდი, რომ ხვიჩა გუნდში დარჩებოდა და სიტყვას ვერ გავტეხავდი. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში ნაპოლიდან მიმდინარე წლის იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად სწორი იყო ჯუღელის ეს ქმედება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გერმანია და ბუდუ ზივზივაძე, რომლის ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგის ახალი სეზონი ვოლფსბურგთან მარცხით დაიწყო. 1-3 წაგებული შეხვედრა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქართოლის გუნდი წელსაც კვლავ ერთ-ერთი გავარდნის მთავარი კანდიდატი იქნება. ბუდუსთვის კი ეს ზედიზედ მეშვიდე თამაში იყო, სადაც საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ვერ მიიღო. 31 წლის ქართველი ძირითადში იყო და 71 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში კი ტრადიციულად აქტიური იყო, თუმცა მხოლოდ ქართველის მონდომებამ შედეგი არ გამოიღო. მაგრამ იმედია, რომ ეს ყველაფერი შემდეგ ტურში 30 აგვისტოს ლაიფციგთან გასამართ შეხვედრაში გამოსწორდება. გიორგი კოჩერაშვილის სპორტინგმა კი ნაციონალი 1-4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართლის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში პირველ ტაიმს 1-0 აგებდა, თუმცა თამაშის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. კოჩერაშვილი სათადარიგო და სკამზე იყო, თუმცა 32 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. მალევე კი მის წინააღმდეგ უხეშობის გამო მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სპორტინგი რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა. ქართველს ამ შეხვედრაში საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ აქტიური იყო. სპორტინგი მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს პორტუსთან გამართავს. უდინეზეში კი საბა გოგლიჩიძის პრეზენტაცია გაიმართა. 21 წლის ქართველი მცველი მედიის წინაშე წარადგინეს, სადაც ქართველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ასევე კომენტარი გააკეთა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ, რომლის თქმითაც გოგლიჩიძე გიორგი ჩაკვეტაძის კარგი დახასიათების შედეგად შეიძინეს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ უდინეზეს და ინგლისურ უოტფორდს ერთი მფლობელი ჰყავს. გასული სეზონი ჩემთვის სერია A-ში პირველი და მნიშვნელოვანი იყო. ახლა სხვა დონეზე ვარ. გრძნობ, რომ ჩემი თამაშის დონე შეიცვალა. აქ ყველა მეხმარება. ვცდილობ, რაც შეიძლება მონდომებით ვივარჯიშო და გუნდს დავეხმარო. გასახდელში კარგი ენერგია ვიგრძენი. გუნდში მეგობრული გარემოა, რაც კარგი სეზონისთვის მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში უდინეზეს წინააღმდეგ 2 განსხვავებული თამაში იყო. მაშინ ცოტა წარმოუდგენელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უდინეზეში ვითამაშებდი. მაშინ რომ მეთქვათ, არ დავიჯერებდი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჩემთვის იდეალური პოზიცია დაცვის ცენტრშია, მაგრამ შემიძლია როგორც 3, ისე 4 კაციან დაცვაში ვითამაშო, რაც საქართველოშიც გამიკეთებია. ეს არის ფეხბურთი, ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემი მისაბაძი მცველი სერხიო რამოსია, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვამაყობ, რომ უდინეზეში პირველი ქართველი ვარ და რა თქმა უნდა, ეს გათავისებული მაქვს. რაც შეეხება სათამაშო ნომერს, 10-11 წლიდან 2 ნომრით ვთამაშობ. ემპოლიშიც 2 ნომერი ვიყავი და აქაც ამიტომ ავირჩია. ის ჩვენთვის მაესტრო გიორგი ჩაკვეტაძის კურთხევით მოვიდა, რომელიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია ჩვენს ჯგუფში. ჩვენთან უოტფორდში მუშაობს. მან საბაზე საოცრებები მითხრა, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ბიჭზე. შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ უდინეზესთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ოფიციალური დებიუტი უკვე შედგა იტალიის დასზე. რაც შეეხება სერიას, უდინეზე პირველ ტურში 25 აგვისტოს ვერონას დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, როგორც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად იყო საუბრები, რომ ქართველი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებდა. თუმცა უოტფორდის სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამემ აღნიშნა, რომ უოტფორდის გეგმებში გიორგის გაყიდვა არ შედის. ჩვენ ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ გიორგი ჯამთელი დაგვიბრუნდეს. ის გასულ კვირას საზღვარგარეთ სპეციალისტთან წავიდა და ახლა ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, რაც გვჭირდება, რომ ფორმაში დავაბრუნოთ და რაც შეიძლება მალე ითამაშოს. ის არ იყიდება, რადგან საუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც ფორმაში უნდა დადგეს და ეს ერთადერთი რამ არის, რაზეც ახლა ვფიქრობთ. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს 5 აპრილის შემდეგ ფეხის ტრავმა აქვს, რის გამოც საქართველოს ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება. უოტფორდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ფეხის რთული პრობლემის მიუხედავად სპორტდარბაზში ინდივიდუალურად სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს და შესაძლოა მოედანზე ვარჯიში 7 სექტემბრიდან შეძლოს. ბოლოს მალე გამოჯამრთელება ვუსურვოთ ჩაკვეს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.